მნიშვნელოვანი იყო რომ ჩვენი რევოლუციის წარმომადგენლები ჯერჯერობით შეხვედრა გრძელდება, ორივე მხარე აფიქსირებს თავის პოზიციებს, რამდენად ღირს აზრი აქვს თუ არა ესეთ სიტუაციაში არჩევნებში მონაწილეობას და რა უნდა იყოს ის პირობები, რომ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობას ამა თუ იმ პოლიტიკურმა ძალამ. თუ თქვათ ხელისუფლებამ ყველანაირი გზა მოჭრა და წინასწარ უკვე მოგებული თამაშის თამაში დაიწყო და ყველა ვინც შევა ამ თამაში წინასწარ განწერული იქნება წარგებისათვის, მაშინ ჩემი პოზიცია ასეთია, რომ უნდა იყოს ბოიკოტი, მაგრამ არა პასიური, სახში დაждდომით, არამედ აქტიური ბოიკოტი. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო და დარწმუნებული ვარ ის რჩევები, რომელიც გამოითქვა ამ შეხვედრაზე, აუცილებლად გასათვალისწინებელია პოლიტიკური ძალების მხრიდან. კონკრეტულად აქ საუბარი იყო არჩევნების გზაზე რა შემთხვევაში და რა ნაბიჯებია გადასადგმელი ერთიანი კანდიდატის მაქსიმალურად მხარდაჭერისთვის. ასევე განხილული იყო კონკრეტული დარღვევები, რასაც დღეს აქვს ადგილი იგივე საარჩევნო კანონმდებლობაშიც და ასევე თვითონ ნაციონალური მოძრაობის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის უკვე წარმოების პროცესში, რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. არის შესაძლებლობა იმისი, რომ ძირითადი ოპოზიციური პოლიტიკური ძალები შეთანხმდნენ ერთიან კანდიდატურაზე, ამას დაჭირდება გაგრძელდება კონსულტაციების, ბუნებრივია. ასევე სხვა საზოგადოებრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთანაც გაგრძელდება ჩვენი კონსულტაციები. სამოქალაქო საზოგადოების პოზიცია მიმართული ბრძოლისკენ, რომ არაფერი არ უნდა დაუთმოთ ხელისუფლებას, უნდა იყოს ბოლომდე ბრძოლა იმისათვის, რომ შეიცვალოს არსებული, შეიცვალოს დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნების გზით. მათ უნდა იბრძოლონ 50%-იანი ბარიერისთვის, იმიტომ რომ ეს არის მხოლოდ იმისი გარანტია, რომ საზოგადოება მართლაც თავისი არჩეული მერი ყავდეს და არა დანიშნული, როგორც ის დღემდე ყავს. ამიტომ ჩვენ ჩავთვალეთ, რომ სწორედ 50%-იანი ბარიერისთვის ბრძოლა არის სწორედ ის ბრძოლა, რომელშიც ესენი უნდა იყვნენ.